მანქანის მოცულების ტექნიკა, მოსახლეებში ოსტატურად შესვლის ხელოვნება და რაც მთავარია, სრული ანარქია ბორბლებზე. ეს დრიფტია. ავტოსპორტის სამახალ სახეობას, ძლავრი ძრავების, პლასტმასის ერთმანეთზე რახუნის და გამშვების სისტემიდან გამომავალი თბილი ნოტების ხმა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გადამეტებულმა მოხველადობამ დღეს Pixar-ით დაწყებული, PlayStation-ით დამთავრებული ყველაფერი დაიპყრო, დრიფტის ფესვები დღეს მაინც ბუნდოვანია. ბევრისთვის ის ერთი კაცის სახელს უკავშირდება, რომელსაც ეს ვიდეო ეძღვნება. ისე კი ავტოსპორტის სამსახეობის წარმოშობაზე მითებს დაგიმსვლეთ. ბევრი ავტომოყვარული მიიჩნევს, რომ დრიფტი სპორტის ახალი სახეობაა, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ იაპონიის მაღალ მთებში დაიბადა, მაგრამ სინამდვილეში ამ სახეობის საწყისები უფრო ღრმა წარსულში უნდა ვეძებოთ. მოდით ყველამ ერთად 1970-იანი წლების ფინეთში გადავინაცვლოთ და ამ ორი Ford Escort-ის საოცარ შესრულებას დავაგვირდეთ. ყინულზე ამ მანქანებით ცნობილი პილოტები ჰანუ მიგოლა და ბიორნ ვალდეგარდი დასრიალებენ. აი ამ კადრებს კარგად დააგვირდით. რამეს ხო არ გაგონებთ? დიახ, თანაც წყვილებში. მანქანის მოცურებულ მდგომარეობაში მართვა ხომ რალის ერთ-ერთი ტექნიკა. სკანდინავიური ფლიკიც ხომ ფინეთიდან მოდის. თუმცა სანამ 80-იან წლებში იაპონელმა კრიმინალებმა სუბკულტურად არ აქციეს, დრიფტი არავის აინტერესებდა. გავიდა დრო და ახლა ავტომობილის მოცურებულ მდგომარეობაში მართვა ავტოსპორტის დამოუკიდებელ სახეობად იქცა. და მაინც, ვის სახელს უკავშირდება სკანდინავიის ტყეებიდან დრიფტის იაპონიის მთებში გადმონაცვლება? ეს ყოველივე ერთი კაცის გარშემო ტრიალებს. კაცი, რომელიც თინეიჯერული ამბოხისას ღამის საათებში მანქანის ინერციას მოსაცურებლად იყენებდა. ხოლო მისი ავტომობილების ძრავიდან წამოსული ხმა იაპონურ ტოუგეს აფრთხობდა. ასევე ეს ის ადამიანია, რომელიც მსოფლიო კლასის მრბოლელად აღიარებული და თითქმის ყველა პედესტალი აქვს დალაშქრული. ამ ადამიანმა გაწია რისკი, რითაც საუკუნოვანი მემკვიდრეობა შექმნა. ეს ნამდვილი დრიფტ კინგის კეიჩი ცუჩიას ისტორია. კეიჩი ცუჩიას ისტორია 1956 წელს იაპონიის პატარა სოფელ ტომიში იწყება. ადგილას, სადაც დრიფტის ლეგენდა დაიბადა და ავტომობილებით ღრმა ბავშვობიდანვე მოიწამლა. ტომი ცხელი ზაფხულითა და თვალის მომჭრელი ხედებით ცნობილი პატარა სოფელია. თუმცა თუ ესტუმრებით, ყველაზე მეტად თავს მიხვეულ-მოხვეული გზებით დაგამახსოვრებთ. 1960-იანი წლების ბოლოს ამ ადგილებში მართვის ხელოვნებით შეპყრობილ მძღოლებს უხვად შეხვდებოდით. დაცუნ 500-ებსა და ჰონდა S600-ების საჭესთან მსხდომი ახალგაზრდები კლდიან მთებსა და ვიწრო გზებს არ უშინდებოდნენ და ავტომობილებისადმი სიყვარულს სწრაფი და რისკიანი რბოლებით გამოხატავდნენ. ეს ყველაფერი სოფლიდან მოშორებით ხდებოდა, თუმცა მისი ხმა ეკოდ მთელ სოფელს გასდევდა. ძრავის ბღუილი და საბურავების მოცურების ხმა, რომელიც ტომის მთებიდან ისმოდა, ახალგაზრდა ცუჩიას არ აძინებდა. დრიფტის მომავალი ლეგენდა ღამეებს ათენებდა და ძრავების ხმების დამატკვებებელი დაპირისპირების ჟღერადობას უსუგდებდა. ღამის იდუმალ რაინდებს იაპონიაში ჰაშიერას სახელით იცნობდნენ. მათ ვერავინ ხედავდა. თუმცა მათი ხმა ყველას ესმოდა. თუმცა კეიჩის უფრო მეტი სურდა. ერთ ღამესაც ხმაურიანი ხელოვნებით შთაგონებული მომავალი პილოტი ველოსიპედით გზას დაადგა. 120 კილომეტრი გაიარა და აღმოაჩინა ის, რამაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. წლები გავიდა და ახლა უკვე ჰაკოსუკა GT-რის ჩაფხუტი კეიჩი თავად ეხეთქება ტრასის კიდეებს. ოპონენტებს უკან იტოვებს და აკეთებს ზუსტად იმას, რაც ერთხელ ღრმა ბავშვობაში თავისი პატარა სოფლის მთებში აღმოაჩინა. დღეს კეიჩი ცნობილია როგორც ადამიანი, რომელმაც მანქანებით სრიალის სპორტი ფართო მასებს გააცნო.
If you drove like that on the public roads, you deserve to be called a maniac. თუმცა თქვენ აუცილებლად უნდა იცნობდეთ კენი მიცუტაკაშის, იგივე კუნისანს, ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად უწოდეს დრიფტის მამა. კუნისანმა საბოლოო კარიერა 1950-იან წლებში მოტოციკლეტებით დაიწყო. ახალგაზრდა პილოტმა მალევე თავი Honda Speed Club ფაქტორიში დაიმკვიდრა და 250-იანი Honda საჭესთან პირველი იაპონელი მრბოლელიც გახდა, რომელმაც დასავლეთ გერმანიის მოტოციკლების გრან-პრიში გამარჯვება მოიპოვა. მომდევნო წელს კუნისანმა მონაწილეობა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქუჩის რბოლაში მიიღო. ეს Isle of Man თითი გახდათ. რბოლა, რომელმაც 150-ზე მეტი მრბოლელი სიცოცხლე შეიწირა. კუნისანი მათ რიგებში გაწევრიანებას კი სასწაულებრივად გადაურჩა. სადღაც 219 მოსახლეში მრბოლელმა მოულოდნელად საჭეზე კონტროლი დაკარგა. მან ასპარეზობა მძიმე დაზიანებით დაასრულა, რამაც სამომავლოდ მოტოსპორტში მონაწილეობის მიღება არ მიღებაზე დააფიქრა. ნუ თუ ღირდა ამ ბორბალზე რბოლისთვის სიცოცხლის შეწირვა. საბედნიეროდ იმ დროს იაპონელის ოსტატობის შესახებ ხმები უკვე ფართო მასებისთვისაც ცნობილი გახდათ. ორ ბორბალზე კუნისანის თავგანწირვა უყურადღებოდ არც ნისანში დაუტოვებია და რეაბილიტაციის პერიოდშივე მას გუნდში გაწევრიანება შესთავაზეს. იაპონელსაც ბევრი აღარ უფიქრია. მისი ტყავის ქურთუკის საკითხზე ჩამოკიდა და თავად ახალი გეგმებითა და მოტივაციით ნისანის საჭესთან გადაინაცვლა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. კუნისანი ახალი მწვერვალების დაპყრობას შეუდგა. ნისანის საჭესთან ბევრი ტრასის რეკორდიც მოხსნა. თუმცა მთავარი გამოწვევა GT-რის, იგივე ჰაკოსუკას საჭესთან ელოდებოდა. 1970-იანი წლების დასაწყისში ლეგენდარული პილოტი Nissan Skyline 2000 GT-რის სალონში აღმოჩნდა. შემართება ხელს უწყობდა. მანქანაც სრულად მწყობში ყავდა, თუმცა საბურავები ისინი ნამდვილი ნაგავი გახდათ. არც უნდა გაგვიგვირდეს. 70-იანებში საბურავების ტექნოლოგია იმდროინდელი ავტომობილების სიმძლავრესა და დინამიკას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა, ასე რომ მათზე იმედების დამყარება დიდად სარისკო საქმე გახდათ. თანაც თუ მწვერვალიდან მაღალი აჩქარებით დაგორებულს საჭეზე კონტროლის შენარჩუნება გსურდათ. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა: ყველა მძღოლი თავისივე უსაფრთხოებისთვის ცდილობდა დიდად არ გაერისკა. მოსახლეობებშიც ძალიან ნელა შედიოდა და აქსელერატორის სატერფულსაც ფეხს დიდი სიფრთხილით აჭერდა. ამას აკეთებდა თითქმის ყველა, მაგრამ არა კუნისანი. ორბორბლიანი სიკვდილის მანქანის რბოლებს გადარჩენილს 4 ბორბალი დიდად ვერ აშინებდა. ფეხების წაცუნისა და საჭის მოფერების ნაცვლად იაპონელი თავდაჯერებით აჭერდა აქსელერატორს და პირდაპირ აპექს უმიზნებდა. ის არც საბურავებს ინდობდა და მათ შესაძლებლობებს ბოლომდე იყენებდა. ის 4-ვე საბურავს მოცურებაში ამყოფებდა და ელოდებოდა, როდის მოვიდოდა მოჭიდებაში. ასე და ამგვარად მაყურებლების წინაშე სწორედ ის სანახაობა იშლებოდა, რომელსაც დღეს ჩვენ დრიფტის სახელით ვიცნობთ. საბურავების კვამლში კი მხოლოდ და მხოლოდ აღფრთოვანებული ავტომოყვარულების შეძახილები ისმოდა. კუნისანის ისტორიების მოყოლა ალბათ აწლეულები გაგვიგრძელდება და მოდით ეს ისტორია შემდეგისთვის შემოვინახოთ. ახლა კი საბურავების კვამლში დავბრუნდეთ, საიდანაც იაპონელის შესრულებით მონუსხული ცუჩია თავის მთავარ შთაგონებას შესწერის. კუნისანის უცნაური მართვის სტილით აღფრთოვანებული კეიიჩი ახლა უკვე მხოლოდ მანქანის შეძენაზე და მართვაზე ფიქრობს, ოღონდ არა სარბოლო ტრეკზე, არამედ იაპონიის სახიფათო გზებზე. ჰაკოსუკა GT-რის აბსოლუტური წარმატების შემდეგ Nissan-მა KPGC 100 GT-არი გამოუშვა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უიშვიათესი ავტომობილი, რომელიც ოდესმე იაპონიაში შეუქმნიათ. და ბედის ირონიით, თუ ცუჩიას დავუჯერებთ, ეს მისი პირველი ავტომობილი გახდათ. არ მოგატყუებთ, ეს ცოტა არ იყოს რთულად დასაჯერებელია, თანაც მაშინ, როდესაც ყველგან იაპონელის მოკრძალებულ საწყისებზე საუბრობენ. სხვა წყაროებს თუ დავუჯერებთ, ლეგენდარული იაპონელის პირველი ავტომობილი Nissan Sunny B100 იყო. ასე თუ ისე, ცუჩიამ ჭკუა იხმარა და გამოუცდელი ეგრევე მგლების ხროვაში არ შევარდნილა.
არც სოფლის განთქმულ უღელტეხილს ენდოდა. თავისი მართვის ტექნიკის დასახვეწად უფრო შორეული გზები არჩია. მთელი 4 წლის განმავლობაში ცუჩია მართვის ხელოვნებას ეუფლებოდა და თავდაუზოგავად შრომობდა მანამ სანამ ის და ავტომობილი ერთმთლიანობად არ გადაიქცნენ. და აი ის დღეც დადგა. ცუჩიას სახიფათო რბოლებისთვის უნდა შეედია და ჰაშირია გამხდარიყო. სტატუსისთვის, რომლის მოსაპოვებლადაც ის ასე ემზადებოდა. მალევე ის ყველა მთის მრბოლელს უშანსოდ ამარცხებს და მთების მეფედაც იქცევა. ასეა, როცა რაღაცაზე 4 წელი დაუღალავად მუშაობდა, უნარჩვევებს იწვრთობ. რთულია შემდეგ ვინმე ამ საქმეში ტოლი დაგიტოს. მასთან დაპირისპირება ყველას სურდა, თუმცა ერთადერთი რის დანახვასაც ახერხებდნენ, კეიჩის უკანა მაშუქები იყო, რომელიც მალევე კვამლის ბურუში უჩინარდებოდა. მას პატივსცემდა ყველა, მისი რბოლის სტილი კი კონკურენტების აღფრთოვანებას იწვევდა. დრო იყო, იაპონელს პროფესიულ კარიერაზე ეფიქრა. ასეც მოხდა. კეიჩის სახელი ტომის მთებს მალევე გასცდა და 1977 წელს ახალი მწვერვალებისკენ დაუვიწყარი მოგზაურობაც დაიწყო. თუმცა მთების არალეგალური მრბოლელის სულს იაპონელი არასდროს დაუტოვებია. როგორც იცით, ამ ადამიანის დამსახურებაა დრიფტის პლანეტის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში ამერიკის შეერთებულ შტატებში შემოდანა. ის დიერთ გრან პრის ჟიური და დრიფტ კინგი კეიჩი ცუჩია. ცუჩია მიცოდა, რომ გზა, რომელიც უნდა გაევლო, გრძელი და სირთულეებით ახსავსე იქნებოდა. პროფესიონალ პილოტად გადაქცევას წლების პრაქტიკა და თავდადება დასჭირდა. მისი მოკრძალებული სარბოლო დებიუტი ფუჯი ფრეშმენის სარბოლო სერიებზე შედგა. ეს კი ის რბოლაა, სადაც პროფესიონალებით უნდა მოიქცეთ და ამავდროულად ხარჯებიც თავად უნდა დაფაროთ. რას იზამთ? კენწეროში გატკბილდებაო, ხომ გაგიგიათ? სადებიუტო რბოლისას მთების მრბოლელი Toyota Starlet'სა და Nissan Sunny საჭესთან წარსდგა. ეს იყო ეკონომიური და მცირე ზომის მანქანები, რომელთაც 100 ცხენის ძალაც კი არ ჰქონდა. კეიჩიმ გამარჯვებები მარტივად მოაგროვა და სპონსორების მხარდაჭერაც დაიმსახურა. და მიუხედავად გამარჯვებებისა, ცუჩია გრძნობდა, რომ მას რაღაც აკავებდა და ეს რაღაც დაბალ ცხენის ძალიანი მანქანების ლიგა გახლდათ. მაგრამ ახლა ხომ უკვე თავისი სპონსორები ცხავდა. ცუჩიამ მათთან მივიდა და ახალი ავტომობილისთვის ფულის თხოვა. თუმცა დიდი ბიჭებისგან ასეთი პასუხი მიიღო. გაიმარჯვე ჩემპიონატში და ახალ მანქანასაც მიიღებ. იაპონელსაც მეტი რა უნდოდა, ჩემპიონატიც მოიგო და 1984 წელს მისი დაბალი წარმადობის ავტომობილიდან ახალი დაბალი წარმადობის მანქანაში გადაჭდა. თუმცა პირველი რასაც მიხვდა იყო ის, რომ ამ მანქანის საჭესთან ცხოვრების ბოლომდე იჭდებოდა. ეს 1985 წლის Toyota Corolla GTS-ია და შეხედეთ მისი პიარისთვის შექმნილ რეკლამას. იმ პერიოდისთვის ხელმისაწვდომი, თუმცა მაინც განსხვავებული Corolla. კარგი დრო იყო, არა? $1980-იანი წლები მარტივად რომ ვთქვათ, მაინც უცნაური იყო და დანარჩენი მსოფლიოსგან უცნაურობით არც 80-იანების იაპონური ავტომობილები განსხვავდებოდა. იმ პერიოდში საავტომობილო კომპანიები აქტიურად ცდილობდნენ უკანა ამძრავი პლატფორმებიდან ბევრად მარტივ, ეფექტიან წინაამძრავ კონცეფციაზე გადასვლას. Mitsubishi Mirage, Honda Civic, ყველაფერი სპორტული ავტომობილების ნელ და დრამატულ სიკვდილზე მიანიშნებდა. მაგრამ მათ შორის უკანასკნელი მოხიკანიც არსებობდა და ეს E86 Corolla გახლდათ. თავისუფლებისთვის მებრძოლი სპორტული ავტომობილი, განკუთვნილი ფართო მასებისთვის. ავტომოყვარულებს იმედებს Toyota არც მაშინ უცრუებდა. ერთი ახალი მოდელის გამოშვების ნაცვლად Toyota-მ Corolla-ს 2 ახალი ვერსია წარადგინა. ერთი წინაამძრავი და შესაბამისად ეკონომიურიც და მეორე ის, რაც ყველა ავტომოყვარულს სჭირდებოდა. 1.6 ლიტრიანი მაღალბრუნიანი ძრავა, უკანა ამძრავი პლატფორმა და სპორტული დაკიდების სისტემა. ეს ყველაფერი Toyota-მ Hachiroku-ში გააერთიანა. ეს იყო ეკონომიური მანქანა, ჩემპიონის გულით.
ჩვენი გმირისთვის Toyota-ს ქმნილება ერთი ნახვით სიყვარული იყო. Tsuchiya-ს კოლოსალური რაოდენობის ცხენის ძალები, დიდი ტურბინები და ნაპერწკლების კრა არასდროს ატარდებდა. მას მოგებისთვის სჭირდებოდა მანქანა, რომელსაც უბრალოდ ბოლომდე ენდობოდა, რომელიც ყველა მის ბრძანებას შეასრულებდა და რომელთან კომუნიკაციასაც უსიტყვოდ შეძლებდა. მისი AE86, რომელსაც სიყვარულით ქეროთი უწოდეს, დაუმარცხებელი იყო. იაპონელი თავისი ქეროთ AE86-ით წლების განმავლობაში Fuji Freshman-ის რბოლებში დომინირებდა. 6 ჩემპიონატიც მოიგო და ბევრად ძლიერი ავტომობილები უკან ჩამოიტოვა. როგორი შეგრძნებაა, როდესაც ვერავინ გამარცხებს. ალბათ სახალისო, არ ვიცით. ეს წმთების მეფეს უნდა ვკითხოთ. თავისი გმირის, კუნისანის მსგავსად, Tsuchiya-ს ტრასებზე გართობა ხიბლავდა. მანქანას გზის კუთხეებში ასრიალებდა, საჭეზე კონტროლს მაღალ აჩქარებაზე წინარჩუნებდა და ოპონენტებს უკან გრაციოზულად იტოვებდა. სანახაობრივად მის სიყურება ალბათ ძალიან სახალისო იყო, თუმცა მის კონკურენტებს გასართობად საქმე ნამდვილად არ ჰქონდათ. უფრო მეტიც, Tsuchiya იმდენად შეუჩერებელი გახლდათ, რომ ბევრი დაეჭვდა კიდეც. იაპონელი რაღაცას ხომართ აღლითობდა. Sell me this pen. სხვაგვარად როგორ შეგიძლიათ ახსნათ, რომ ეს პატარა ჰეჩბექი ასეთი ინერციით სრიალებდა მოსახლეებში და მაინც გვერდს უვლიდა თავის კონკურენტებს. რა თქმა უნდა, Tsuchiya არ თაღლითობდა. ის უბრალოდ საძაგელი ტიპი იყო, რომელსაც წაგება არ ხიბლავდა. ამის გამო კი ის მის გულშემატკივრებს ძალიან უყვარდათ. Tsuchiya-სთვის გამარჯვება უკვე იმდენად მარტივი მისაღწევი იყო, რომ ცოტა არ იყოს მოიწყინა. იაპონელს მეტი ექსტრემი სჭირდებოდა და თავის გართობა პატარ-პატარა ხრიკებით გადაწყვიტა. ტრასებზე Tsuchiya უფრო გაბედული ხდებოდა, ბევრად დიდ რისკზეც მიდიოდა, რაც თავად ხიბლავდა. მაგრამ საჯებზე იმავეს თქვა ნამდვილად გაგვიჭირდება. ერთი პერიოდი მას ლიცენზიის შეჩერებითაც კი ემუქრებოდნენ. მისმა თამამმა და თავზე ხელაღებულმა მართვის სტილმა იაპონელს მალევე თავისი ლეგენდარული მეტსახელიც მოუტანა. დორინი ან დრიფტ კინგი, სახელი რომელიც დრიფტის ისტორიაში თაობებს შემორჩა. იაპონელით მოხიბლული იყო ყველა. მასზე წერდნენ გამოცემები, მათ შორის იყო კრისტალ ავტოც. აშუქებდნენ ყველაფერს მის შესახებ. მათ შორის ტომის მთების პირადი AE86 დაპყრობის კადრებს. ასე და ამგვარად, ჩვენ მივიღეთ დროის კაფსულა. დაახლოებით 20 წუთიანი ხანგრძლივობის, უცნაურად დამუშავებული, მაგრამ შესანიშნავად გადაღებული დრიფტი, დაუმუშავებელი ხმის მასტერკლასი, სუფთა მართვა. ამ მოკლემეტრაჟიან ფილმს ფლასპი უწოდეს და იმ დროს ასეთი რამ ნამდვილად არ არსებობდა. ამის მიზეზი კი იაპონური კულტურა გახლდათ. ეს ამერიკა არა, კრიმინალური ისტორიების გადაღება რომ უყვარდეთ. They engage in extortion, blackmail, fraud, prostitution, gambling. But almost every yakuza group has a set of საქმე იაპონიასთან გვაქვს. მაგრამ Tsuchiya-მ ამ შემთხვევაში შეუძლებელი შეძლო და თავისივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი კულტურული ბიძგები გამოიწვია. ფლაპსი პოპულარული გახდა და ხელისუფლებამ ეს იმდენად სახიფათოდ ჩათვალა, რომ ფირების გაყიდვიდან ამოღების ბრძანებაც კი გასცა. თუმცა ცენზურას შედეგები როდის მოუტანია, აკრძალულისადმი წყურვილი უფრო გაღვივდა. ამ შემთხვევაშიც შეზღუდვებმა Tsuchiya-ს ტაბუირებული დრიფტის ჩანაწერების ყურებაც უფრო ამაღელვებელი გახადა. 1986 წელს ჟურნალმა Carboy ისტორიაში პირველ დრიფტის ჩემპიონატს უმასპინძლა. Carboy-ის მალევე ოფშენმა მიბაძა და სპორტის სახეობას თავისი ღონისძიებებიც მიუძღვნა. თუმცა ეს ყველაფერი კონკურენციასთან ძალიან შორს იყო და უბრალოდ ავტომოყვარულთა შეხვედრებს ემსგავსებოდა, რომლებიც იაპონიის საბოლოო ტრასებზე იმართებოდა და ბევრად უფრო შეზღუდული ბიუჯეტიც ჰქონდა. Tsuchiya-ს გავლენა კი წლების გასვლასთან ერთად იზრდებოდა. ის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში მსაჯად გვევლინებოდა, მათ შორის 2000-იანების D1 გრან-პრიში. Tsuchiya გვხვდებოდა Best Motoring-ის ვიდეოებში. მან შექმნა დრიფტის ბიბლია და ცნობილი ანიმეს Initial D-ის შთაგონებადაც იქცა. ასე გახდა ის დრიფტის მეფე და დრიფტის რევოლუციის ავტორი. თუმცა თუ გკითხავდით მას, ეს ყველაფერი ჩაფიქრებული არ ჰქონია. ის დრიფტაობდა იმიტომ, რომ ეს სწრაფი და სახალისო იყო. და მაშინაც კი, როდესაც გულშემატკივრების მთელი არმია გამოწვრთნა, მას მხოლოდ მოცურებული ავტომობილით რბოლა აინტერესებდა. 10年前に僕がまだ
რბოლისას ყველა მიცოდა რომ მოვიგებდი. იმისთვის რომ ხალხს არ მოეწყინა და სულ ერთი და იგივე სცენარი არ ენახა, მოსახვევებს დრიფტით გავდიოდი. ამან ხალხი იმდენად დააინტერესა, რომ დრიფტი ავტოსპორტის პოპულარულ სახეობად იქცა. როგორც დრიფტის ხატს და ბევრი რეგალიის მქონებირს, იაპონელს რბოლა არასდროს შეუწყვიტავს. 80-იან წლებში Skyline GT-რის საჭესთან კუნიმიცუ ტაკაჰაშისთან ერთად რბოლაში მიიწვიეს. გეცნობათ ეს სახელი და გვარი. დიახ, ეს ის ადამიანია, ვინც დრიფტ კინგის თააგონა. გრუპ A-ს რბოლაში დრიფტერმა იაპონელებმა მესამე ადგილი დაიკავეს. მათი სარბოლო გუნდის წარმატება Honda-ს ყურადღება მეიპყრო და მალევე პილოტმა Le-Mans-ზე NSX-ის GT2-თან ერთად გამარჯვება ისეიმა. GT2 ნამდვილი მონსტრი იყო. ეს იყო NSX-არი, განიერი კორპუსით, 400 ცხენის ძალითა და კარბონის ჩარჩოთი. ეს მანქანა თავიდან ბოლომდე ახლიდან შეიქმნა. Tsuchiya რბოლა განაგრძოდა. გამარჯვებების სერიას NASCAR-ის ღონისძიებებით შემატა. მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კი 1999 წელს დადგა. მაშინ, როდესაც Le-Mans-ზე Toyota-სათვის მეორე ადგილი მოიპოვა. მსოფლიოს ურთულეს და პრესტიჟულ რბოლაში მეორე ადგილის დაგავება ცოტა არ უნდა იყოს, არა? კარიერის ბოლო წლებში All Japan GT Championship-შიც მიიღო მონაწილეობა და ასპარეზობა ღირსეულად 2003 წელს დაასრულა. 10 წლეულების მოცურებულ ავტომობილში გატარების შემდგომ Keiichi Tsuchiyam თავისი მწვანე კომბინეზონი სამუდამოდ შეინახა. მის უკან კი კულტურა, ღიმილი, საბურავების ბოლი და ბამპერით ნაკოცნი კედლებია. დღეს Tsuchiya-s ცხოვრება შესაძლოა უფრო მშვიდი იყოს, ვიდრე პოდიუმებისა და საბურავების კვამლის დღეები. მაგრამ რბოლისადმი მისი გატაცება ისეთივე ძლიერია. Tsuchiya სული უცვლელი რჩება. მის ავტოფარეხში კი საპატიო ადგილს იაპონელის საყვარელი AE86 იკავებს. მისი დიდებისა და წარმატების მთავარი სიმბოლო. Tsuchiya ახლაც იტყვის, რომ ის უბრალო, ჩვეულებრივი, რიგითი იაპონელი მძღოლია. სინამდვილეში ის მოკრძალებული, თავმდაბალი, მომღიმარი ჩემპიონია, რომელმაც დრიფტი კულტურად და სპორტად აქცია. და თუ მას ნახავდით, ვერ დაიჯერებდით, რომ ეს ამ პიროვნებამ შექმნა. Tsuchiya-s დრიფტი არ გამოუგონებია. მან ის სპორტად აქცია და ვერავინ შეგვედავება იმაზე, რომ ის დრიფტის მეფეა.